მიყვარს საქაურობა. ეს არ არის სამსახური, არ არის ოფისი, აქ თავს გრძნობ როგორც სახში, ოღონდ მართლა გუწბლები. როგორი შეფასება გვაქვს? სულ სხვა გუნდია, აი მართლა. მიზნისკენ მიმავალ გზაზე არასოდეს დანებდები, ეს მიზანი ერთ დღესაც აუცილებლად ახდება. ჩვენ და სამწუხაროდ ყოფილა შემთხვევები, რომ წეღანაც ვახსენე გიორგი, რომ პაციენტები მოდიან ჩემთან და ანუ ექიმა არც მომისმინა. პაციენტის თვალით შეხედო და მისთვის გასაგებიანით ისაუბრა რა, ანუ განსხვავება რა არის, როდესაც მენტორი, მასწავლებლები წეღანაც ვახსენე. ვიღაცა გიმაგრებს უგს და იმედი გაქვს ვიღაცის აკეთებ თავისუფლად. აბა რა. არსებობს განაკვეთი გავაკეთო მანამ სანამ გულში იმ ჩემ პატარა ორ სიტყვას არ ვიტყვი, რაც ძალიან მაძლიერებს, ძალიან დიდ იმედს მაძლევს და რწმენას. ამ ყველაფრის და პროფესიონალიზმის უკან ყოველთვის დგას უკან რაღაცა ძალა, იმედი, რწმენა, რასაც მე უფალს ვეძახი რა. უფალი ქვია. იყო ბავშვობიდან ოცნება მიზანის სურვილი, აი ყოველთვის იყო რა ეს მომენტი და ფაქტიურად აი სადაცაა ასრულდება რა. მოგესალმებით პირველი სამედიცინო პოდკასტიდან, ფორკასტიდან. დღეს პარასკევია და რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად ვართ. სხვათა შორის არასდროს არ მithოვია და მოგვიწერეთ, თქვა მინდა რომ თქვა და ფრთხილად ამბობს თათა. ნუ ფრთხილად ვამბობ, კი. რიგი მიზეზების გამო. კი ბატონო, მართლა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენს არხს ყავდეს ბევრი გამომწერი. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს და ბევრი მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაზიარებთ მაყურებლებისთვის. ბევრ ფიქრობ ღირებულს, რომელიც რაღაცებისთვის საინტერესოა. და საჭიროს ნამდვილად რა. და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ვანო ქისტაური, ტრავმატოლოგი, არაჩვეულებრივი ტრავმატოლოგი და ჩვენი დიდი ხნის მეგობარი for Hospitalsის. და ვანოს მასპინძელი დღეს იქნება ჩვენი გიორგი ხარჩილოვა for Hospitalsის თანამშრომელი, რა თქმა უნდა. ტრავმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. კი ბატონო, ტრავმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. პირველ რიგში მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. და დავსვა ტრადიციულად პირველი კითხვა თუ შენ დასვა. დაიწყე. მეც მივესალმები ვანოს. მოგესალმებით. ყველას მივესალმებით ჩვენს მენელებს. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში, ესეთი თბილი და ლამაზი გარემოსთვის. ცოტა ქაოსი. ძალიან, ხო, დადებითად განაწყე. შემოსვლის წამიდან. მადლობა for Hospitals. მადლობა ყოველთვის ჩვენს გვერდით გეხართ. ვანო, პირველ კითხვას ტრადიციულად ვსვამ მე და დღეს სხვათა შორის თათომ ცოტა პროტესტი გამოთქვა, რომ მე დავიწყეთო ერთხელ არ შეიძლებაო. ერთ-ერთ პოდკასტს დავიწყე. ერთ-ერთ პოდკასტს დაიწყე. თავის დაბადების დავიწყე. ოკეი. კარგი, შევთავაზეთ, არ მაქვს პრობლემა. ვანო, პირველ კითხვას დაგისვამ, რატომ გადაწყვიტა ექიმობა? და რატომ ტრავმატოლოგი? მოკლედ მოდი და ესე აქ ვიტყვი. კითხვა ოჯახს ჰქონდათ თუ არა გავლენა რაიმე. აი ეგ უნდა მითქვა ზუსტად როგორც დიახ, როგორც ხდება ხოლმე ოჯახიდან გამომდინარე ხდება ეს ტრადიციულად. ჩემ ოჯახში ნუ ესე არ ყოფილა სამწუხაროდ, ექიმი არავინ არ არის. და ნუ ამ შემთხვევაში ჩემი ამ პროფესიის არჩევა ცოტა განსხვავებულად მოხდა. თუმცა ჩემ ცხოვრებაში არსებობს ერთი, ნუ უაღრესად ძალიან კარგი ადამიანი პიროვნება დღემდე. ჩემი მეგობარი, ის არის ჩემი ნათლია. ასე ვთქვათ, ვინც პირველად როგორ არის, აი ხო მოკიდებს ხას ადამიანი, რომ გაჩვენებს რაღაცა გზას, რომ ეს ბილიკი, რომ აი უნდა დადგე პირველად, ვინც ასე ვთქვათ დამანახა ეს გზა, რომ არა ის ადამიანი მოკლედ არ შევიხედებოდი. და ალბათ იმ ადამიანის ზურგს უკან ყოველთვის გზნობ იმ ადამიანს ამ გზაზე, ხო? დღემდე ვისაგენო შემთხვევით და აი ძალიან დიდ მადლობას მოვუხდი ამის, ძალიან გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩვენ სტატისტიკაში უნდა შემოვიტანოთ ახალი პუნქტი ნათლიები. Right? ხო, შეიძლება. ნათლიის გავლენით ვინ დაიწყო, ვინ წავიდა მედიცინაში. ხო და ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერზე. მაშინ ტრავმატოლოგიური კლინიკა იყო ჩხეიძეზე, მარჯანიშვილზე. ეს არის 2003-4 წელი ძალიან ადრე ხდება ეს ამბავი. და დავიწყე რადიოლოგიურ განყოფილებაში, რენტგენში მუშაობა. პირველად როცა ხალათი ჩავიცი, მოკლედ. ამ ყველაფერს მოყვა ის, რომ
ამ სტუდენტობის მანძილზე ეს ჩემი მოღვაწეობა ძალიან საინტერესო იყო იმ გაგებით, რომ ტრავმატოლოგიურში ვიყავი, ვიზრდებოდი, ასე ვთქვათ და იქ აღვიზარდე. იქ დამხვდა მოდი ესე ვთქვი ძალიან ძლიერი გუნდი რა. ეხლა როგორც არის ბევრი კლინიკები, მაშინ ესე არ იყო მართლა თითზე ჩამოსათვლელი იყო და ეს რომელ წლებშია საუბარი? 2003-4. ნუ ის კლინიკა მარჯანიშვილზე დიდი ხანი იყო, უბრალოდ მე იმ დროს მივედი და ძალიან ძლიერი გუნდი, მოკლედ ერთ-ერთი ასე ვთქვათ საუკეთესო გუნდი ტრავმატოლოგების, ვინც შემდგომ უკვე მოახდინა ჩვენი სწავლა, აღზრდა და აი მადლობა მათ, რომ არც ერთი წამით არ დაუშურებიათ ძალი და ღონე ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენ განვითარებაში რა. ძალიან დიდი როლი მიუძღვის და მადლობა თითოეულს და ნუ ეს მენტორები, მასწავლებლები არასდროს არ დამოვიწყდება მოკლედ. ძალიან მიხარია, შემდეგ ხდება ესეთი რამე, რომ ვიყავი რენტგენში, სულ ძვალი მოტეხილობა, რა თქმა უნდა, შეხება გაქვს ყოველდღიურად პოსტოპერაციული მდგომარეობები და რომ დავამთავრე ეს სტუდენტობის პერიოდი გავატარე რენტგენში, რომ დავამთავრე, მე უკვე ფაქტობრივად არ გამჭირვებია არჩევანის გაკეთება, იქიდან გამომდინარე, რომ ტრავმატოლოგიურში გავიზარდე ფაქტიურად. და ძალიან მარტივად გადავწყვიტე, რომ რეზიდენტურაში უკვე ტრავმატოლოგია ამირჩია. და ნუ ესე რაღაცა საჭირო დროს, საჭირო ადგილზე ძალიან კაი ხალხში მოვხდი. მადლობა ყველას. ძალიან ვამბობდი, რომ იშვიათი, ძალიან იშვიათი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი უნარია, როდესაც გაქვს მადლიერების გზნობა. და ამას გამოხატავ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ადამიანს ერთ-ერთი რაც აკლია ხოლმე არის მადლიერების გზნობა. ხშირად არის ხოლმე რომ რაც ხელოვნურად მადლიერებას გამოხატავენ, მაგრამ ეს გონია რომ შინაგანი მდგომარეობა. გულიდან წამოსული მადლიერება არის აი ვფიქრობ ძალიან დიდი დეფიციტი და როცა ეს ხდება ძალიან მაგარია რა და მომწონს თქვენის დამოკიდებულება რა. აი ხა. ნამდვილად. მაინტერესებს აი კურნალობის პროცესში რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის мотиваციას. დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. მოდი როგორ ვიტყვი, იცი? პაციენტის мотиваცია, პაციენტის ნდობა, ან პაციენტს და ექიმს შორის თუ არ ჩამოყალიბდა ურთიერთობა, ეგრეთ წოდებული. როგორ არის იცი პაციენტი რომ მოდის შენთან, ხო? ნუ კი რაღაც დონეზე გიცნობს, მაგრამ პირველი სიტყვა, პირველი ჩამოყალიბებული ურთიერთობა, ეს ნდობა, ეს საუბარი, ანუ ძალიან გადამწყვეტ როლს თამაშობს რა. ჩვენ და სამწუხაროდ ყოფილა შემთხვევები, რომ წეღანაც ვახსენებდი გიორგი, რომ პაციენტები მოდიან ჩემთან და ანუ ექიმა არც მომისმინა, არის ეს მომენტი რა, ანუ არ ვეხები ხა ეს ყველას, უბრალოდ არის ეს მომენტები ძალიან ცუდად ჩამრჩა ეს და ვცდილობ რომ იგივე არ გავიმეორებ. ვცდილობ რომ პირველ რიგში დავამყაროს სწორი და გულწრფელი ურთიერთობა, ამას მოყვება ნდობა, ამას მოყვება მისი мотиваცია და დამიჯერეთ, ანუ საქმე გამოდის იდეალურად. რა თქმა უნდა, მარტო საუბარი არ არის ამ ყველაფერში, კი ეს დასაწყისია, თუმცა მე ამ ყველაფრის მერე შენი საქმით ამტკიცებ ამ ყველაფერს, შენ პროფესიონალს. ამიტომ ექიმი და პაციენტი ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, აბალანსებს ამ ყველაფერს. მან ესე იგი გამოდის რაღაც კომუნიკაციის უნარები არის მნიშვნელოვანი. ხო, ეხლა მაგალითად გაყიდვებში ან ეგრეთ წოდებულ საჯარო გამოსვლებში public speech-ს ეძახიან, ძალიან მნიშვნელოვანია აი კონტაქტი, თვალებით კონტაქტი და იქ არის რომ როცა დიდი აუდიტორია თვალიდან გადაიტანო იქით რომ ანუ 100 კაცი როცა 100-ს ეგონა რომ მას პირადად ესაუბრება. მესმის რომ აქ პაციენტი ერთია, მაგრამ მანდაც ალბათ მნიშვნელოვანია ხო ეს სხეულის ენა, თვალებით კონტაქტი და ეს იწვევს ალბათ ხო ნდობას. ის რო შენთვის მნიშვნელოვანია. ხო, ალბათ. თუმცა არის ზოგი ექიმი რომელსაც ალბათ სხვა მიდგომები აქვს ხოლმე და გამიგია რომ ცოტა ისეთი უჟღურებიან შრა შემოხდეს, მაგრამ ხო და ესეც მათი სტილია ხოლმე რაღაცა და ამით რაღაცა ნიშას პოზიციონირებას აკეთებენ. მას არ ვამბობ რომ ვიღაცა არის ცუდი და ვიღაცა აი იმას აქვს უნარი, ზოგს არა, შეიძლება სუპერ პროფესიონალები არიან, მაგრამ ჯობია თუ ამასაც ამ მარილსაც მოაყრი კომუნიკაციის ამბავია პაციენტის თვალით შეხედო და მისთვის გასაგებიენით ისაუბრო რა, ანუ საწყის ეტაპზე რაც არ უნდა ჩვენ პროფესიონალები ვიყოთ, მესმის, იცი შენი საქმე ძალიან ძლიერი ხარ, თუმცა პაციენტისთვის პირველი ხარ, ხო? ანუ პირველად შემოგხედა, პირველად ხმას რო ამ ესე ჩვეულებრივი კი, გაცნობის მომენტი რა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ასე რომ
აბა რა. мотивация ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. კი ბატონო. უმაგისოდ არ გამოვა. როგორ ფიქრობ, აი ტრავმების პრევენციისთვის რა არის საჭირო? უფრო მეტი ინფორმაციის მიღება თუ ტრავმების არ მიღებისთვის. ტრავმების მიღებისგან თავის დასაცავად. ხო, შეიძლება სწორად თქვა. ჯანსაღი ცხოვრების წესი უფრო მნიშვნელოვანია თუ ინფორმაციის იცით როგორ არის ორივე ვერ გამოყოფ რა, ორივე მნიშვნელოვანია. ის რომ ერთი რომ ინფორმაცია უნდა გქონდეს, ეს ფაქტია. თუმცა უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესზე გავავლევდი ხას, იმიტომ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ესეთი რამეა, რაც ჩვენ ძლოვან და კუნთოვან სისტემას ნამდვილად სჭირდება. ჯანსაღი ცხოვრების წესი ნიშნავს, რომ ხარ ჯანმრთელი და ალბათ ორივე მნიშვნელოვანია უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესი რა. ჩვენ ახლა ტრავმატოლოგები ჩვენთან ყოფილან სტუმრად, გუშინაც იყო, მაგათ გიორგი კერესელიძე, მანამდე გიორგი მუჩაძე და ესეთი კითხვა მე მგონია თუ არ ვწდები არ დამისვამს. ძალიან ვითარდება თანამედროვე ეგრეთ წოდებული პროტეზები. არ მაქვს საუბარი მენჯის პროტეზირებაზე, არც ჩვენ ახლა ყველა პროტეზი გვაქვს თითქმის მხარი, იდაყვი, მენჯი, მუხი და შემდეგ, მაგრამ როდესაც არ ვიცი თქვენ პროფილურად რამდენად თქვენთან არის, მაგრამ აი, როდესაც ჯარისკაცი ან ჩვეულებრივად ადამიანი კარგავს კიდურს. ამპუტირებული. ამპუტირებული, დიახ, და მანდ არის ხოლმე რომ აი ძალიან მაგარი პროტეზები, ოღონდ ძალიან ძვირადღირებული პროტეზები არსებობს. მაგალითად ვიცი რომ გერმანული ეგეთი ბრენდია Ottobock, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი პროტეზები, პრაქტიკულად შეიძლება ბუნებრივ ფეხსაც კი აჯობოს. აი, ამასთან თუ გქონიათ შეხება და ამ მიმართულებით განვითარებას თქვენ თუ ხედავთ? ძალიან საინტერესო კითხვა. იმიტომ რომ საქართველოში ჯერ დიდად არ არის ისეთი ფეხადებული გამბავი, თუმცა ოლიან სამეგობროში ისეთი ხალხი, ვისაც სამწუხაროდ დაშივდა ეს და როგორც ვიცი, ეხა პირდაპირ ესე არ შემიძლია თქვა გადმოცემით, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ძალიან დიდ როლს თამაშობს აქ და ეხმარება მიუხედავად დაფინანსებას იღებს მონაწილეობას უკვე. რამდენიმე საკმაოდ ათასები თუ არა შეიძლება 10,000 ღირდეს პროტეზი რა. კი, ძალიან ძვირი, მე მაქვს წესაჭკვიანი პროტეზი თუ რა ქვია, ანუ მოძრაობს რა, ფეხი მოძრაობს. არ აფინანსებს სახელმწიფო, ხო? აი არ ვიცი. იცი, როგორც ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო ჩამოუტანეს მშობლები. არ ვიცი ეს რა და როგორ გზით მოხდა, მაგრამ როგორც ამბობდა, ხთანხის დასახელება არ მინდა, საკმაოდ დიდი პროცენტი დააფინანსა. ძალიან კარგი. ბოლოსალური თანხა იყო. ასე რომ მივესალმები, ეს ძალიან კაი მიდგომაა. ძალიან კაი ინოვაცია და ახალი ძალიან კაი იქნება თუ აქაც. ხო, ახალი ტექნოლოგიური და ენერგია. მე ვფიქრობ, რომ მოხდება ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ ხო, არის ტევანიც ნანახი მაქვს, ტევანს ავთარ, მაგრამ უკვე ეს არის ელექტრონიკასთან შერწყმული რა, რომელიც თან აქ ინტელექტიც უკვე ჩართულია და ასე შემდეგ. ანუ ძალიან წინ მიდის პროგრესი მაგუთხით რა. ეს ძალიან საინტერესო მომენტია და იმედი მაქვს, რომ ჩვენც დავეცადეთ. ხო, ანუ რო გადავხედოთ წინა წლებს, თუნდაც პროტეზები, საფიქსაციო საშუალებები არ იყო, ხო, ესე მრავლად და არ იყო. დღეს გვაქვს. მე მახსოვს, წინა ერთ გადაცემაში ვთქვი, ჩემი თანამშრომელი იყო ბელორუსიიდან, რომელს ფეხი მოიტეხა გუდაურში და ერთ-ერთ კლინიკაში ყავდა, ეხა არ ვიტყვი, ეს იყო 2012 წელი და მაშინ უბრალოდ ჩვენთან თუ სწორად მახსოვს, გიორგის უფრო ეცოდინება, ინტრამედულარული ღერო მაშინ საქართველოში არ იყო. და როდესაც დაადეს ფირფიტა ფეხზე წვივის ვალი იყო, თვითონ მითხრა მაშინ, მე ერთად ვიმოგზავნეთ ბაქოში და რო დაჭდა ფეხი ესე მოძრაობდა, იმიტომ რომ თვითონაც არ გაუფრთხილდა და ადგა ფეხი, მაშინ მითხრა რომ ჩვენთან ბელორუსიაში აკეთებენ ინტრამედულარული ღეროთი ამას. მე ჩავიდა იქ და მაშინ გაიკეთა ეს, ამ მაშინ გავიგე პირველად ეგ ამბავი რა. დღეს ჩვენი ტრავმატოლოგია ვფიქრობ ბევრად სხვა დონეზე არის უკვე და ძალიან მაგრამ დავეციეთ ყველა უწინავე ტექნოლოგიას ამაცияს იქნება ეს თუ ახალი მიდგომები. ნუ ყოველ შემთხვევაში ტრავმატოლოგიაში ესე ვხედავ მედიცინაში ზოგადად ესია, მაგრამ არ ვკარგავთ ტემპს. ყველაზე რთული მაინც რა არის მაგალითად ჩვენ თითქმის ყველა მერქლებით მუშაობთ, მაგრამ ხერხემალზე თუ გქონიათ თქვენ რაიმე ნეიროქირურგიაში არ ხერხემალი ასე რომ იმიტომ რომ აქ კომპანიებს პროტეზები რომელიც ძალიან ძვირია ასევე ხო როგორც კი რა თქმა უნდა ნეიროქირურგიული იმპლანტები ძალიან ძვირია თვითონ ინსტრუმენტებიც კი ძალიან ძვირად ღირებულები ბარძაყი ხარი საფიქსაციო საშუალებები მუხლი და ასე შემდეგ ანუ პირველი პაციენტი თუ გახსოვს ეგ უნდა მეკითხო სახე თუ გახსოვთ ამ პირველი პაციენტი კი ყველაფერი მიღება შემოსვლა
პირველი საუბარი. აი ხა მოდი ხა ესე ვიტყვი და მისი სახე თქვენ რო დაგიგახეთ. ახალგაზრდა პიროვნება. ახალბედა, ის ახალგაზრდა ბარძაყის სახელობას არ დავასახელო, ბარძაყის საკმაოდ რთული მოტეხილობა ქონდა. და ძალიან ვინერვიულა. ნუ ხა ბუნებრივი ყველა ნერვიულს აი ხა ვერ დამაჯერებ ჩვენი კოლეგები. რომ ხო, რაღაც ახალთან გაქვს შეხება, რაღაცა ნერვიულობის მომენტი არ ქონდეს, ეს ბუნებრივი ამას გადალახავ, ეს მომენტი გაძლიერებს, მე ყალიბდები ექება და ნუ ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური ოპერაცია გაკეთებული მქონდა, განსხვავება რა არის, როდესაც მენტორი, მასწავლებლები, წეღანას ვახსენე, ვიღაცა გიმაგრებს სულს და იმედი გაქვს, ვიღაცის აკეთებ თავისუფლად. მაგრამ ერთ დღეს რომ დადგა ის მომენტი, რომ ნუ არის ხო? აი ვსო. არა, აღარ დგას უკან. ხო, უკან აღარ არის. წავიდა სახში ისე. შეხარ ის ადამიანი, ვინც ყველანაირი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თითქოს პირველად აკეთებ. რაღაცა ეგეთი მომენტია. კი. მაგრამ არაფერი, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მქონდა ეს მომენტი ძალიან საინტერესო, რომ დღემდე არ დამავიწყდება ის განცდა და ის არა, მე მგონია რომ მაგ დროს განსაკუთრებული მობილიზება ხდება ალბათ ტვინში და ყველაფერში, იმიტომ რომ როდესაც ხვდები რომ შენზეა სრული პასუხისმგებლობა, ალბათ სხვანაირ მობილიზებას აკეთებ და მიუხედავად იმისა, რომ დახმარებით, ხვებსაც დახმარები ხარ ანალოგიურ ოპერაციაზე, მარტოც გაგიკეთებია, კიდევ ერთხელ ვიტყვი მენტორებთან ერთად იცი რომ შეცდომას არ დაგაშვებინოს, ხვდები? ეს მომენტია რა. მიქამდე არ გაგიშვებს სანამ დავუშვებ შეცდომას. აი კაკაჩილებს ატყას და გეტყვის კაჩერტი აქ. ხო, იყო, კი, ძალიან საინტერესო და ძალიან ჩაიარა წარმატებული. კი. დღემდე ურთიერთობთ, დღემდე კაი. მეგობარია. აჰა, აი მკითხოსაც გაიცა პასუხი რომ ხოლმე. ხო. თუ სამთხოლმე. ხო, თუ სამთხოლმე. თუ გაქვს რამე ტრადიცია ან ჩვევა ოპერაციის წინ, ან მერე? კი არის. მე მოგდეთ. შეგიძლიათ თამამად და არა, იცით, გაჩვევა. მოკლედ. კი არის ტრადიცია. მე ყოველ შემთხვევაში მაქვს და ვიც ბევრს აქვს. როგორ არის იცი? მესმის რომ ხარ კაი ექიმი, ხარ შენი საქმის პროფესიონალი, კარგად იცი შენი საქმე. თუმცა ამ ყველაფრის და პროფესიონალიზმის უკან ყოველთვის დგას უკან რაღაცა ძალა, იმედი, რწმენა, რასაც მე უფალს ვეძახი და უფალი ქვია. მოდი ესე ვიტყვი რა, ჩემ შემთხვევაში არ არსებობს განაკვეთი გავაკეთო, მანამ სანამ გულში იმ ჩემ პატარა ორ სიტყვას არ ვიტყვი, რაც ძალიან მაძლიერებს, ძალიან დიდ იმედს მაძლევს და რწმენას. მე ეს კი ბატონო. იმ კავშირს ალბათ იმ უზენაესთან აძლიერებს ყველა იმის მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ რა. ადამიანს უჭრი, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რა. კი ბატონო. ისე რომ ეს ჩემი პატარა ტრადიცია. ხო. შვენიერი. ყველაზე მეტად რა გეხმარება ძიმე დღის მერე, ძიმე ოპერაციების მერე განტვირთვაში? განტვირთვაში. ცივი ველოდი ნუ არ ვიცი, ესე ხა კონკრეტულად დაფიქრებული არ ვარ მაგაზე. ნუ ალბათ რთული დღის მერე ოჯახში მოდიხარ, პირველ რიგში ბავშვები, სამეგობრო, საყვარელი ხალხი და ცდილობ რაღაცა იპოვო, გინდა გარეთ გასვლა, გინდა ოჯახში რაღაცა განტვირთვის მომენტი მოიწყო. საყვარელი ადამიანები. კი, ბავშვებში ცოტა რთულია. ამას მიაღწია. მაგრამ შენი გვარი კისტაური თიული გვარია? კი. თიული, ხო? თიული ხევსურული. ხევსურული. კისტებთან რამე კავშირი აქვს გვარს თუ არა, არანაირი. არანაირი, მაინტერესებს. და მეც მქონდა ეგ მომენტი. კისტები და ხევსურები ძალიან ისეთი ახლო გონი ხალხებია, იმიტომ რომ მე მგონი რომ რაღაც ენერგიალიტეტი გავსი. საკმაოდ ისე სიღრმისეულად კულტურულად ახლოს არის ეს მაგიტო. საკმაოდ სიღრმისეულად მამა ჩემი, პაპაც სამწოცე. თაში. არა. იყო ეგეთი მომენტი, როდესაც პაპა ჩემი მიყვებოდა, კახელი ვარ, პაპა, ბაბო ესე იციან. ბაბუას არ ვეძახით ჩვენ. ხევსურეთიდან ჩამოვდნენ. და დასახლდნენ მერე კახეთში. და წარმოშობა გვარი კი მაქვს ძირი, ფესვები ხევსურეთიდან. მაგრამ დავიბადე კახეთში, წლებია ვარ კახეთში. რომელი რაიონია კახეთი? ახმეტა. და ძალიან მიყვარს ახმეტის მწვანეც მე ძალიან გახარს. კისი. ანუ რამე ოცნება თუ გაქვს აი ბავშვობიდან რომ მოყვება და ჯერ არა გიხდენია.
იყო, კი, დავიხდინე. დაგვიზიარებ თუ არა? პარაშუტით დაგუხტომა. არა. იყო ბავშვობიდან ოცნება მიზანის სურვილი, აი ყოველთვის იყო რა ეს მომენტი და ფაქტიურად აი სადაცაა ასრულდება რა. აი 99%-ზე ვდგება. ხეჩო ფიქრობ სამივე. ხო და ჯერ ნუ მათქმევი, მაგრამ 7-ივე. კარგი, მაშინ როცა ნაგიხდება. ამას წოდნია. დაგვირეკა. და ამას წოდნია. ეს არ ფიქრობ. აუცილებლად, კი. ან მანქანას სავარაუდო ვარიანტი. არა. სავარაუდო ვარიანტი. ან რამეს პროფესიული წინსვლა აქვს. სავარაუდო ვარიანტია. პროფესიული ამბავია. ეს დარგული მაქვს მანქანას. სახლიც აშენებული გაქვს. სხვა რამეა, ხო. სხვა. თქვა სავარაუდო ნუ ვარიანტი. ეხა ისე ჩამოვაყალიბე. იყო სწორი პასუხი. ვერ მიხვდები. არა, იყო სწორი პასუხი თუ არა. არა. ოკეი. მე რო ვიფიქრე. ძალიან საინტერესოა. ხსნის. არა. არა, შორს. ამ ერთხელ მე თვითონ ვიტყვი. 1% შემდეგ მოსვლაზე. დავესიეთ. მოგზაურობას ეხება? არა. არა, ოკეი. აი, შო, კაი, აღარ გითხარ. მაშინ თქვენი ჰობი გითხარით თქვენ. შვილები ყავს როგორც ვიცი. ჰობი. კი. აი, თათა შენი ფიქრა მასო. კაი, შენ კითხვა დაუსიმანავდე და მე ჰობი რა? სპორტი, კითხვა, მუსიკა, მანქანა რა. უი, ვიცი ერთობი. მანქანა. კი. კი. მანქანები და ეს ძალიან მართვა განიჭებს სიამოვნებას ალბათ ხო? ხო. საცობებში. ეგრეთ წოდებული დრიფტს რო ეძახიან. მართლა? მიყვარს მანქანის წვალება მოკლედ. აჰა. და ნუ რა თქმა უნდა მანქანას ხელს რო გიწყობთ. ხო, სხვანაირად არ ვიტყოდი მაგას. მანქანას თუ უყურს თქვენი წვალება. ისე ვაბალ. ბენს უყარს სხვა. ბალანსი არის, BMW ყავს. სუ ბენს რა თქმა უნდა. გასაგები ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ ესე იგი. კი ბატონო, რომელი სპორტი, ანუ მაგის გარდა რამე სპორტი გიყვართ? ცურვა მიყვარს ძალიან. წყალი, ხო, ან წყალი ძალიან. ხევზაობა? არ არის სპორტი ისევ გითხარ? არ გამოგონა. ნერვიან სპორტი. როგორ? ნერვიან ყოფნის. ნერვის, პაპალაო კიდე. როელოდები არა რა. ამბობს გავიხსენე. კახეთში ძალიან საფრთხეს ხალხი მყავს, ჩემი ბიძაშვილები არიან. ძალიან უყვარს თევზაობა. რამდენჯერაც არ გავყევი, იმდენჯერ საქმე გავხუჭე. ვერ დაიჭირეს? იჭერდა, მაგრამ მე ვერ ვითმენ. აი, როცა ხო არის ზოგს ამშვიდებს? არა, ნუ არ შემიძლია. რაღაცას ვახუჭებ. არ გიყვართ ესე. არ გამომდის. ეგ ბლიჩი გავიგებთ ახლა ალბათ რაღაცა. ბლიც გითხრა. ასე თევზაობა ძალიან შორს არის ჩემთან. ანუ ყველაზე რთული ოპერაცია რა გახსენდება? რთული და ემოციური. აუ კი, იყო ესეთი მომენტი. საკმაოდ არ დამოვიცდება არასდროს რა. ახალგაზრდა პიროვნება იყო, სახელმწიფოს არ დავასახელებ. ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და ნუ აი მრავლობითიც არ ქვია რა. ზემრავლობით. ძვალი არ დარჩა. ხო. თუ გულისხმობ ზედაკიდური ხელი, ფეხი, წინა მხარი, ბარძაყები, წვიები, წვიებზე თან ერთად ამ ყველაფერს ღია მოტეხილობა და ეხა კი ამას მარტივად ყვები, მაგრამ ძალიან ტკივილებს გაძლებაც ხომ უნდა. ტკივილების გაძლება ძალიან რთული რეანიმაციული დღეები, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენმა არა მარტო ტრaumatologიურმა გუნდმა ამაში, არამედ რეანიმაციულმა განყოფილებამ, ანესთეზიოლოგებმა და ნუ ვერ საზღვავდით კი, ვიცოდით და გადარჩეს ადამიანი, ხო? გადარჩა, ეხა იმიტომ ყვები მარტივად, რომ აი ძალიან სასიხარულო ამბავია. კი, ვიცოდით რომ საქმეს ვაკეთებდით სწორედ, ამდენ ოპერაციას ერთდროულად ვერ გააკეთებდი, ეს რამოდენიმე თვე გრძელდებოდა ეტაპობრივად, ძალიან რთული დღეები ახლავდა ამ ყველაფერსთან და კი, კარგად ჩაიარა ყველაფერი, მაგრამ ვერ გათვლი იცი ამდენი ძვალი როგორ გაუძლებს ამ ხელას სტრესს, როგორ შეხორცდება, რა შეხორცდება, რა არ შეხორცდება, საბოლოოდ რა შედეგი გექნება და ღმერთის წყალობით მართლა თამამად ყველაფერი კარგად არის. არამც თუ ფეხს ედგას, უბრალოდ ცხოვრობს ადამიანი იდეალურად, დღემდე მოძრაობს, ადის, ჩვეულ რითმშია, არ ვავიწყლებით არასდროს და ერთს დავამატებ ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი ითამაშა თქვენმა კომპანიამ. ვა, მართლა ძალიან გვიჭირდა. ჩვენი იმპლანტებით ძალიან ტრამატოლოგიური ღეროები, რომ ამ კაი ამბავში ჩვენც ძალიან ოპერატიულად მოხდა ეს ყველაფერი, ძალიან გუნდურად და ღმერთს მადლობა, რომ
აი ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესად დაალაგდა და სხვათა შორის მანაც დაგიხსენე დღესდღეობით. კლინიკაში მოსული და ეხლა ხო მახსოვს მაგ პაციენტის სახე და შემხვდა თავის ფეხით რომ გამოვიდა ძალიან გამიხარდა. არავის არ ეჭერა. ხო, გამოვიდა და გვერდზე რომ ჩამიარა ხო იცი. ახალგაზრდა ადამიანია? კი. ამიტომ ხო მე აქვე დავამატებ რომ იარეთ ფრთხილად. იარეთ. მანქანით იარეთ ფრთხილად. ყველას შეიძლება მისი ბრალიც არ იყო. მისი ბრალიც იყო, ყველას მოუწოდებ რომ დრიფტსაც შეეხება რუსთავის ავტოდრომზე. კი ბატონო, მართალი ხარ და რაღაცა რისკები და ხო ზედმეტებით კი ბატონო. სხვასაც რო არ შეუქმნათ საფრთხე. კი ბატონო, რა თქმა უნდა. აი ყველაზე საყვარელი ფრაზა რამე რაც მოგისმენიათ ცხოვრებაში. ან წაგიკითხავთ ან მოგისმენიათ ან ვინმე უთქვამს. აი რაც мотиваციას გაძლევთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. კი მაქვს ნამდვილად. ესე ვიტყოდი, თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არასოდეს დანებდები, ეს მიზანი ერთ დღესაც აუცილებლად ახდება. ნამდვილად ეგრეა, შემიძლია არ დავეთანხმო. ეგარ დაჟინებული სვლა ალბათ რა. კი და პატარა ნაბიჯებით. უზნაძე რასაც ამბობს რომ დაჟინებით პატარა რუტინულად დისციპლინირებულად ამოხდაია. შეიძლება რიტორიკული კითხვა, მაგრამ თქვენთვის ვისგან ელოდებით ხოლმე ყველაზე დიდ მადლობას? ან თუ არის პროფესიული მხრიდან თუ განვიხილოთ შეიძლება პაციენტი შეიძლება შვილი შეიძლება ამ პაციენტის შვილი ზოგადად კი ბატონო მაგრამ აი ეს ისეთი ბედნიერებაა ძალიან კაი კითხვაა რა აი ამ მომენტში ხვდები ადამიანი რომ იმისთვის აი დაწყების დღიდან დღემდე რაც გიწვალია რაღაცებიც გიქენებია რისთვისაც საერთოდ გიცხოვრია და გიცხოვრია დაგიფასდა ხო ანუ ჭირდები ადამიანს და განუადექი და მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინე და აი ეს მომენტი მადლობას რო გეუბნება პაციენტს. შეიძლება არც გეუბნება და თვალებში კითხულობ. ხო აი ეს როგორ აქვს ნამდვილი და ამას ვერ მოიტყუები რა ეს არის ნამდვილი და გულწრფელი მადლობა და აი ეს მადლი სიტყვებით ვერ გადმოგცა. აი იქ უნდა იდგე იმ მომენტში რა. იმ ყველა გრძნობა მთელი დღე მიდის დადებითად და მთელი დღე ხარ რა აქვს ბედნიერი რა. მაგარია. და ხვდები რომ შენ არსებობას რაღაცა აზრი გქონია. კი ბატონო. ყვილა დაგიწ. ოკეი. წავიდეთ ბოლოსკენ. გავბლიცოთ. გავბლიცოთ. ოპა. ოპერაცია თუ კონსულტაცია? ოპერაცია. აჰა. გუნდური მუშაობა თუ ინდივიდუალური სვლა? არა, გუნდური მუშაობა. წიგნი თუ პოდკასტი? ვიცი რა არის ორივე არ შეიძლება? ერთ-ერთი უნდა. შეიძლება, ეგეც შეიძლება. ორივე რა, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. თათუ ზღვა. მე მგონი, მე ვიცი რა სიტყვის. აბა? თას. არა. ორივე შეიძლება. მოგეთ, არა, თაკი ბუნებას ძალიან დიდ პატივს აი ორი აზრი არ არის. გამომდინარე იქიდან რომ თიდან არის, კახეთიდან ვარ, ძალიან დიდი ნოსტალგია მაქვს კახეთის ყოველთვის თუ რაღაცა დრო გამომიჩნდა, არასდროს არ გამოვტოვებ, ოღონდ ჩავიდე ჩემს საყვარელ კუთხეში, კახეთში. მთა ბუნება ბარი, კი ძალიან მიყვარს, მაგრამ აი ამ ორიდან მირჩევ ხა ზღვა რა. ზღვა მიყვარს. ზღვა. კი. ზღვაზე ჩასვლა თუ ამოსვლა? ორივე. ორივე. ჩასვლა. ჩასვლა. კი, მამაზია. დროის გატარება უფრო ხშირად მარტო გიყვართ თუ მეგობრებთან ერთად? არა, მეგობრებთან ერთად. ნუ ზაფხული თუ ზამთარი თქო აღარ გიყვართ. ზაფხული. რეაბილიტაცია თუ პრევენცია? აქაც ორივე. ეს ისეთი რამეა, რომ ორივე ერთმანეთს რაღაცა დოზით აბალანსებს და ჭირდება. კი. სიჩუმე თუ მუსიკა ოპერაციის დროს? მუსიკა. ოპერაციის დროს. კი ბატონო, კი, შემიძლია. არის კატეგორია, ნუ აქვს, ზოგს არ უყვარს, პირიქით. და რას უსმენთ ხოლმე? არა, სხვათა შორის. ეგ ღეროს როცა იღებენ. ხო, ალბათ ამოღებაზე ვიყო. ღეროს ამოღების დროს ჩაფუჭი რომ ჩენავს ხერს. კი ბატონო. ისე ჩვენს ტრამატოლოგიის ვიდეოებს რამშტაინი რო დავადოთ. უფრო ალბათ 7.
7 კლასიკური კლასიკური მუსიკა. კი ბატონო. ამ მოღებაზე სხვა. ეს ღეროს ამ ფირფიტას ხსნი რაღაცა. მეტი ექშენი. კი. შვებულება ქალაქში თუ ბუნებაში? აი ამ შემთხვევაში ბუნებაში. კი. კი ბატონო. ფილმი დოკუმენტური თუ მხატვრული თუ რომანტიკული თუ დოკუმენტური, მელოდრამა ძალიან მიყვარს. ну ეს ყველა მიყვარს, მაგრამ თუ არ შემაზია დოკუმენტური და მელოდრამა. ჯეისონ სტეთემის ფილმები არ მიყვარს. კი. აი იმიტომ აი ძალიან ძნელია რაღაცა ეხა არჩევა რომ იწევს. კი ბატონო. თორე ესე ექიმი ჟანრი. ანუ ექიმი შენი აზრით არტისტია თუ მეცნიერი? როგორ თქვა? არტისტიც არის და მეცნიერიც კი. უფრო მაინც უფრო არტისტი, აბა. მეცნიერი? მე მგონია რომ მეცნიერი ჩემი აზრით. ჩემი აზრით არტისტი. ოკეი. ანუ აი ნახე როგორი ხედვა. გაიჩნია გამომდინარე ხო, აი გამომდინარე იქიდან რაც ეხან ავხსენი უნდა კონდეს აი საუბრის გადმოცემის რაღაცა შემოქმედებითი უნარი. ორივე შეიძლება შევხედოთ თავისი სწორი კუთხეებიდან რა. ოკეი. ანუ დიდი მადლობა. აი ხარ. ზეკავდი უცხო. აბა ჯოს წარმატებები და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა. ძალიან მოხარული ვარ, ძალიან თბილი გარემოა და წეღანაც ახსენე რომ მიყვარს აქაურობა. ეს არ არის სამსახური, არ არის ოფისი, აქ თავს გრძნობ როგორც სახში, ოღონდ მართლა გუწბლები. როგორი შეფასება გვაქვს? სულ სხვა გუნდია, აი მართლა. ბევრი მადლობა თქვენს. დიდი წარმატება. მადლობა. მადლობა. აი ხართ.